ასეთი ღიმით უნდა დავიწყო, ჩაცინებით უნდა დავიწყო და უნდა განვაგრძო ასე, ოხრა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა ვაშინგტონიდან მათთვის, ანუ ქართული ოცნების ბანდისათვის, ქართული ოცნებისათვის თუ გნებავთ ბანდა არ უწოდოთ, ბიძინა ივანიშვილისათვის პერსონალურად, ირაკლი კობახიძისათვის პერსონალურად, რომელმაც ამ 4-5 დღის წინ გვამცნო, რომ არანაირი მეგობარი აქტი არ იქნება მიღებულიო. სხვებისთვის და სხვებისთვის, პაპუაშვილისთვის, რომელიც გამორჩეული ანტიდასავლური რიტორიკით, სხვებისთვის და სხვებისთვის, ოხრა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა, იმიტომ რომ ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება, იცით თქვენ რომ ქართული კოშმარის არაღიარების აქტი ზალაშია მიღებული იქნა, ანუ შესწორება მიღებული იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტის წარმომადგენელთა პალატაში შესატანად, შესწორება შეერთებული შტატების მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას უკრძალავს, რაც მათ შორის ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არ ექნება შეერთებული შტატების არც ერთ ოფიციალურ პირს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების არც ერთ მოხელესთან, არც ერთ ჩინოვნიკთან, არც ერთ პირთან, არც ერთ ეგრეთ წოდებულ თუ ნამდვილ ოფიციალურ პირთან. ვერც ერთი ფედერალური მოხელე ან თანამშრომელი ვერ განახორციელებს რაიმე ქმედებას და ვერანაირი ფედერალური თანხა ვერ იქნება გამოყენებული ფედერალური თანხა, რაც აღიარებს ან რაიმე ფორმით მიანიშნებს, რომ შეერთებული შტატების მიერ საქართველოში დღეს არსებული ქართული ოცნების ხელისუფლება აღიარებულია. აი ეს უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დებულებათა აქტში, ამ ჩასწორების კანონპროექტში ვციტირებ ხა დავით ნიკურაძეს, ჩემს კოლეგას, ამ ჩასწორების კანონპროექტში შეტანას მხარი კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი, შავი დღეა ოცნებისთვისო, წერს დათო ნიკურაძე. ფორმულა ჩვენი ტელეკომპანია ავრცელებს ამგვარ ქართს, ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტშიო, პრინციპში მიმეორებ, ჩართვის მიზნით. ძალიან მადლიერი ვარ, ამას ამბობს უკვე კონგრესმენი ჯო ვილსონი, ჩვენი დიდი მეგობარი. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება, ანუ მისია ეს შესწორება და ის აკიგითხაით, რომ დიდი მეგობარია ჩვენი, მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით. კომუნისტური ჩინეთის, ირანის და ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ სტატუსის კიდევ ერთი ნაწილი, ბოლო ნაწილი, ესე ვიტყვი, ნახეთ როგორ წერს ჯო ვილსონი, კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისაკენ მიმავალი ცალმხრივი, ანუ რაუნდ ტრიპი კი არ არის, ვეღარ დაუბრუნდებითო, ხო? ცალმხრივი ბილეთია. აქ რატოა ეს აბზაცი მნიშვნელოვანი? აქამდე ბოლო დაახლოებით 4-5-6 თვის განმავლობაში ჯო ვილსონი სულ წერდა საქართველოსთან დაკავშირებით, სულ გვიჭერდა მხარს, სულ იყო მეგობარი აქტის მთავარ გამტანი, ესე ვილაპარაკოთ, იცით თქვენ რომ ზედა პალატაში მიღებული იქნება, მე ეჭვიც არ მეპარება, ამაში სხვადასხვა ან ერთი ან მეორე ან მესამე ფორმით მეგობარი აქტი როცა იქნება და ჩემი აზრით ის არ გადაიდება, იმიტომ რომ როგორც ჩანს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააჩქარა პროცესი ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით დაკავშირებით, მაგრამ ჯო ვილსონი წერს, კომუნისტური ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ისევ ჩანართი უზარმაზარი მოწინააღმდეგეა, ჩინეთი კონცეპტუალური მოწინააღმდეგეა, ირანის, რომელიც ჯერაც მოწინააღმდეგეა შეერთებული შტატებისა, ვიდრე ყოველ შემთხვევაში ეს რეჟიმი მართავს და ვიდრე ირანი ჯერაც აცხადებს, თუნდაც იშვიათად, მაგრამ მაინც რომ მიუბრუნდება ბირთვულ პროგრამას და ჯო ვილსონი 4-5-6 თვის წინ წერდა ახსენებდა რუსეთს, ბოლო 5-6 თვეა არ ახსენებს რუსეთს და ახლა კვლავ მის სტატუსში ხო გამოჩნდა რუსეთი, გაჩნდა რუსეთი, დაბრუნდა რუსეთი და კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისაკენ მიმავალი ცალმხრივი one way ticket, ცალმხრივი ბილეთიაო და შეურაცხყოფაში რა იგულისხმება და მე გეტყვით რაც იგულისხმება გარდა იმისა, რასაც წარმოთქვამენ ხოლმე ცალკეული წევრები ბანდისა, სახელად ქართული ოცნება, პარლამენტის
რაღაც იქ ბრიფინგის ტრიბუნა როა იქ რო ჩამოდგებიან ხოლმე და ერთმანეთზე მეტ სისულელეს აბრეხვებენ ზარქუანი და სხვები, ასევე ქართული ოცნების უმრავლესობის წარმომადგენლები და მნიშვნელობა აქ ხალხის ძალა იქნება ის თუ უშუალოდ კონკრეტულად ქართული ოცნება ამასაც რომ თავი დავანებოთ ესეც მონიტორინგდება ეგ რა მაგის პასუხია და საელჩოში და არა მხოლოდ საელჩოში მუშაობს ათობით ადამიანი ვინც მიწევნით კარგად იცის ისიც კი სადისადილა ხსენებულმა კონკრეტულად ასე მაგალითად მაჭარაშვილმა თუ ზარქუაზე იცის მაგალითად რომ ის იყო სამეგრელოში და კადიროვის მაკაცებთან ერთად ფერარი რომ აჩუქეს ჩიმაევს UFC-ს მებრძოლს ხო არ უჩუქებია კალაძეს მაგრამ კალაძის ამ პროცესშია ჩარეული ეს გასაგებია ესეც კი იცის უკლებრივ ყველაფერი იცის შეერთებული შტატების საელჩომაც და არა მხოლოდ საელჩო მაგრამ რაც ასევე მნიშვნელოვანია იცის არა მხოლოდ ბრიფინგზე გამოსულთა პოზიციები არამედ იცის რა წერია ეს ხო საჯარო იყო პრინციპში კობახიძე ბანდიტის თუ ყაველაშვილი ბანდიტის წერილებში რომლებიც მათ ღია წერილის სახით გააგზავნეს თუ არც გააგზავნეს ღმერთმა უწყის მაგრამ გამოაქვეყნეს მოკლედ და ადრესატი კი იყო მეორე შემთხვევაში კი არა ორივე შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტ ტრამპს მიმართა აი ამ გაკადნიერებულმა თავისთავად მართლა პრეზიდენტი რომ გონია ყაველაშვილმა იმ სიტყვებით რა სიტყვებითაც მიმართა ახლა გთხოვთ არ მომთხოვოთ არც კომენტარებში და არც შემდეგი ბლოგის გაკეთება ამაზე რა ეწერა რა ჩაწერა რამდენად შეუნაწყყოფელი იყო ირიბად შეურაცხყოფელი თუნდაც წერილი და წერილები გაგზავნილი თბილისიდან ვაშინგტონში გაგზავნილი მეთქი ამას ვამბობ მაგრამ მე ვეჭვობ და ეს ვარაუდი გამოვთქვი რამდენიმე ხნის წინ რომ წერილი არც გაუგზავნიათ იმიტომ რომ ამ წერილის გაგზავნას თავისი პროცედურები აქვს და თუ მოხდა ვაშინგტონში ხო ეს წერილი თუ მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ცალკეულ ხელისუფლების ცალკეულ შტოებში უთუოდ არ მოხვედრილა სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში ეს მოხდა სპეციალურ სამსახურებში და კარგად დაიწყეს აი ესე დააკვირდებოდნენ ეს რომელი პაპუასია ყაველაშვილი მათთვის პაპუასია ყაველაშვილი არ არის დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი და თანასწორი დამოუკიდებელი და რომ აღიარებენ იმ ქვეყნის ფორმალური ლიდერი ხო აი ეს რომელმა პაპუასმა გადაწერაო ჯერო და მე გამოვაგზავნოთ ერილის ავტორი გასაკვირველია უშუალოდ ყაველაშვილი არ არის და ყველა ამ შესანიშნავად მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ მსოფლიოს მასშტაბით რომელმაც ზედაპირულად მაინც იცის საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე ამბების თაობაზე საქართველოს შესახებ ყველა ვიცის რომ წერილის ავტორი არის სწორედაც რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პრორუსი პოლიტიკოსი ნიშნავს იმას რომ მას აქვს ერთგვარი გადახრები რუსეთის მიმართულებით არამც ეს ალბათ მაინც არასწორი შეფასებაა ბიძინა რუსი ივანიშვილისა ის პრორუსი პოლიტიკოსი ბატონებო არ გახდათ მეგობრებო არ არის თელმა მსოფლიო პოლიტიკურ წრეებში პოლიტიკურ ელიტებში ხელისუფლებებში ეს იცის უკლებრივ ყველამ ის არის რუსი პოლიტიკოსი ეს იციან ბრიტანელებმა რომელთა სანქციების ეგრა მაგის პასუხია და უთუოდ შეჩერებული იყო ერთი ხანობა მაგრამ უთუოდ წამოეწევა ბატონ ივანიშვილს ამ ამერიკის შეერთებული შტატების ამ აქტის ამ გადაწყვეტილების კვალდა იმიტომ რომ შეერთებული შტატები ერთგვარად აგალითსაც აძლევს ხო სხვა ქვეყნებს მათ შორის არა ევროკავშირის წევრ სახელმწიფო ბრიტანეთსაც როგორ უნდა იმოქმედონ და როგორ უნდა მოახდინონ იზოლაცია ივანიშვილისა და ივანიშვილის რეჟიმისა ეხლა კითხვა დავსვათ ფრიად საინტერესო ჩემი აზრით რა გამოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს ამ შექმნილი ამ კონკრეტული ამბიდან გამომდინარე და ზოგადადაც რა გამოსავალი აქვს ეს ფრიად საინტერესო საკითხია ეს ამბავი მათ ფრიად დაზაფრავს რასაკვირველია და დღის განმავლობაში ესენი გამობრძანდებიან ტელეეთერებიდან და იმ ტრიბუნასთან დადგებიან ის ჟღალი ბიჭი და არა მხოლოდ ის ჟღალი ბიჭი არამედ სხვა პარლამენტარად წოდებულებიც და იტყვიან რომ აი მათ არ აინტერესებთ რას ამბობენ შეერთებულ შტატებში ალბათ მაინც ამას იტყვიან დღის განმავლობაში კობახიძის დონეზეც კი თუ ვინმე გამოიჭერს მას ამ შეშლილ თვალიან კაცს ხო მის სიტყვას ჩალის ფასი აქვს რასაკვირველია ისიც რამდენიმე სიტყვას იტყვის რა თქმა უნდა მაგრამ ეს არ არის გამოსავალი ეს არ არის პასუხი ხო ამ ყველაფერს მოსდევს ეს არის პირველი ან ერთ-ერთი პირველი ბოლო დროის პირველი ამბავი ამ ყველაფერს უკვე წამოხვება და მოხვება
სანქციები, მე უკვე გითხარით რომ მეგობარი აქტი და სხვადასხვა შეზღუდვები და აი ამ შემჭიდროებულობაში თუ სწორედ სიტყვა აი ამ წნეხში დასავლეთიდან ზოგადად და კონკრეტულად შეერთებული შტატებიდან პრაქტიკულად წარმოუდგენელია რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაძლოს. აქედან გამომდინარე ის არ ვიცი 4 ოქტომბრამდე, არ ვიცი 4 ოქტომბრის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში როგორც თევზი ფართხალებს ხოლმე რომელსაც ამოიყვანენ მდინარიდან თუ ზღვიდან ხო იფართხალებს ვიდრე სიკვდილამდე ამ შემთხვევაში ცხადია პოლიტიკური გუნდის სიკვდილს გულისხმობ იფართხალებს გარკვეული პერიოდი და მერე განუტევებს სულს მაგრამ აი ამ პერიოდში ვიდრე ფართხალებს ვიდრე წყალშია თუ გნებავთ ესე ვიტყვი და ვიდრე ამოუყვანიათ მეთევზეებს და ვიდრე ფართხალი დაუწყია ეს პერიოდია საინტერესო როგორ მოხდება ხელისუფლების გადაბარება ალბათ არ არის სწორი სიტყვა მოკლედ პროცესი როგორ გაგრძელდება მე ამასთან დაკავშირებით დავწერე ერთი სტატუსი საკამათო სტატუსი არ ვკამათობ მეთქი თავად არ ვკამათობ ამასთან დაკავშირებით და მე დავწერე არა ჩემი პრიზმიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ბიზინა ივანიშვილს რა გზა დარჩენია მეთქი იდეაში ამას ვამბობ თუმცა ცალკეულმა კომენტატორებმა ეს ვერ გაიგეს და რატომღაც მე შემომიტყიეს მე ვადასტურებ იმას რომ მე არ ვლაპარაკობ ჩემს სცენარს არ გთავაზობთ მე გთავაზობთ ბიზინა ივანიშვილმა შეიძლება განიხილოს მიმხედრი მიხვდა ვისაც კირკიტი და ჩხუბი უნდა ის ვერ მიხვდა და ვერც მიხვდება იმიტომ რომ ოდენ კირკიტი და ჩხუბია მათთვის თვითმიზანი ამიტომ მე ისევ და ისევ გადავმარტავ და წავიკითხავ რომ ლაპარაკობ იმაზე იმ პრიზმიდან რა პრიზმაც შეიძლება ისიც ჰქონდეს ბიზინა ივანიშვილს და ბოლო წინადადება ამისი ამ ჩემი სტატუსის რომელსაც ასევე ჩავიკითხავ ამაზე მიმანიშნებელი ამის დამატებითი განმარტებაა მოკლედ მე დავწერე ბიზინა ივანიშვილმა უნდა გადააყენოს მთელი მთავრობა მე დავებია რომ მთავრობა რატო უწოდეო იმიტომ უწოდე რომ ბიზინა ივანიშვილს მიაჩნია ეს ბანდა მთავრობად თორე მე რომ წერდი ამას ვითომ მე ვიყო ავტორი მე რომ ვიყო უფრო ზუსტად რო თქვა ავტორი მე დავწერდი მთავრობად წოდებული მეთქი ამიტომ რაღაცა ბიზინა ივალიშვილის თვალთა ხედვიდან აი ესე ვიწრო და საუბრობ ამიტომ მთავრობა უწოდე და ვარქვათ მთავრობად წოდებული არ არის პრობლემა უკლებლივ ყველა უნდა გადააყენოს მთავრობად წოდებული რომ ჩავაცხრო სხვათა და სხვათა ეგო პარლამენტმა ესე დავწერე მაგრამ ოკეი ვიწყი პარლამენტად წოდებულმა მეთქი თუმცა აქ რედაქტირებას არ მოვახდენ პრინციპულად პარლამენტად წოდებულმა უნდა გააუქმოს ყველა რუსული კანონი ბიზინა ივანიშვილმა უნდა დაავალდებულოს მისივე მონასპანი რომ მათ გააუქმონ ყველა 1 2 3 4 5 6 7 8-მდე დათვლა ვიცით ხო ყველამ 8 კანონის შესწორება მაუწყებლობის შესახებ კანონში არად წოდებული ტყუილი და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონი და ასე შემდეგ კანონად წოდებული თუ გნებავთ ასე ვიტყვი და ასე შემდეგ პარლამენტმა მეთქია რომ პარლამენტად წოდებულმა უნდა დანიშნოს დროებითი მთავრობა ოპოზიციასთან ერთად აქ სადავო იყო ეს უნდა იყოს ტრანზიციის კომიტეტი თუ არა ანუ ქვეშ სალომე ზურაბიშვილისა შესაძლოა მაგრამ აკი გითხარით რომ ვლაპარაკობ ბიზინა ივანიშვილი რომელიც არ ცნობს სალომე ზურაბიშვილს მოქმედ პრეზიდენტად მეხუთე პრეზიდენტად იძულებულია ცნოს ხო მან შეიძლება კარგი იქნება თუმცა მე ბოლოში განმარტავ რა იქნება კარგი კი არა ესეც რომ არ იქნება კარგი მაგრამ რაღაცა გზა ეს აინც არის მეთქი პარლამენტად წოდებულმა უნდა დანიშნოს დროებითი მთავრობა ოპოზიციასთან ერთად ანუ ბიზინა ეს არის ბიზინა უნდა ოპოზიციასთან ერთად თვითონ შეიძლება ესე უყურებდეს კვლავ ვიმეორებ განიხილოს აი ტრანზიციის ეს გზა თორე ეს იდეალური გზა არ არის მეთქი მე დავებიან რომ სალომემ უნდა დანიშნოს მე არ ვამბობ რომ სალომემ არ უნდა დანიშნოს მე გეუბნები ბიზინა როგორ უყურებს და თუ ბიზინა ესე არ უყურებს ვაია და ვუია მისთვის ეს ყველაზე კარგ ვარიანტს თავაზობ მისთვის თორე ყველაფერი ცუდი მემეტება მისთვის რა საკვირველია პარლამენტადმა ანუ პარლამენტად წოდებულმა უნდა გამოაცხადოს თვით ლიკვიდაცია მეთქი ამას ვწერ ამასთან დაკავშირებით გონი არ მედავებიან და უნდა ჩაინიშნოს არჩევნები იქ მთავრობა არ უნდა დამტკიცდეს მთავრობად წოდებული არ უნდა დამტკიცდეს მართლა დავაზე ხო არ არის და თვითმიზანი ხო არ არის და მთავრობად წოდებული არ უნდა დამტკიცდეს ბიზინა ივანიშვილი რუსის მიერ და ჩაინიშნოს არჩევნები რომლებიც ჩატარდება 3 თვეში სწორია მე არ მიწერია მაგრამ მაინც ვინც მედავება მათ გასაგონად ვამბობ პირველ ყოვლისა მოკლედ და ჩემი განმარტება როგორი იყო თუ სახის შენარჩუნება უნდა
რა ენაზე გვიწარბო თქვა მას ბიზინა ივანიშვილი ოლიგარქ რუს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სასტიკს ცურც სპოროც რა ვიცი ასე შევამკოთ როგორც ნებავთ ხო თუ უნდა სახის შენარჩუნება ან გამოსავალზე მეტიც მევწერ გადარჩენაზე მაინც ფიქრობს ეს უნდა გააკეთოს მეთქი ეს არის ის მინიმუმი რაც უნდა გააკეთოს თორე სხვა სცენარების მეტი რა არის არა ბევრი კი არ არის მაინც და მაინც მაგრამ 2-3 სცენარი ხო არსებობს აი 4 ოქტომბრის სცენარი კიდევ უფრო ნელა სიარულის სცენარი კიდევ უფრო ნელა მისი ჩამოშლის სცენარი სალომე ზურაბიშვილის მისი მხრიდან აღიარების სცენარი და ასე შემდეგ და სულ ბოლო ჩემი სიტყვები რაც დავის საგანი გახდა ეს ფუსტოთ ეს არც გავხდა რა ეს არც არ წაუკითხავს ოპონენტებად წოდებულებს ესე უნდა ვთქვა ხო ასეთია პირადად მე ეს გზაც კი არ მხიბლავს მე კი აკი ვთქვი დიდად თუმცა რაღაც მაინც არის ანუ ბიზნეს პრიზმიდან არის აი ეს არის ამბავი იმიტომ რომ ნახეთ რა მდგომარეობაშია ბიზნა ივანიშვილმა სულ რო გადააგოროს ეს კრიზისი 4 ოქტომბრის კრიზისი მე მარტში თუ იანვარში თუ დეკემბერში თუ თებერვალში რა მნიშვნელობა აქვს ნოემბერში შექმნილი კრიზისი და ასე შემდეგ ანუ აიყოს ეს საყოველთაო შეუპუებლობა ბიზნა ივანიშვილთან და ბიზნა ივანიშვილის მიმართ და ჩვენ მართლა მილიონი რო ვიყავ ყოველ დღე ქუჩაში და ასე შემდეგ და გადააგოროს გარკვეული პერიოდით არ ვიცი რაღაცა ხო სულ რომ ეს მოხდეს ბიზნა ივანიშვილი ვერ გადარჩება თუ მარტს გადააგორებს აპრილში თუ აპრილს გადააგორებს მაისში და ასე შემდეგ ჩვენ მივდივართ ბიზნა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულისაკენ პრობლემა ხელისუფლების ეს უკვე დადასტურებული ამბავია ხო პრობლემა არის არა ის რომ ბიზნა ივანიშვილი წავა თუ არ წავა ის წავა რა საკვირველია პრობლემა არის ეს გზა რა გზით წავა ის იქნება იანუკოვიჩი კვადრატში იანუკოვიჩი კუბში სხვაგვარი იანუკოვიჩი არა მხოლოდ მის გზა იქნება დაღრის სისხლს არ დაღრის რა მასშტაბის სისხლს დაღრის დიახ ხო სისხლიაო ვინმე მეტყვის და ასეც არის ერთი კაცის თუ 1000 კაცის მოკვდინება მოკლა ხო მძიმესი იქნება ერთისაც კი მაგრამ აი ეს მაგრამ 1000 ჯერ მეტია არტებლად ვიქნები გაგებული და 1000 ჯერ მეტი ტრაგედია ხო 1000 ჯერ მეტი ის ტკივილია რომელსაც უფრო ძნელად 1000 ჯერ უფრო ძნელად გადავლახავთ აი ეს არის ამბავი თორე ეს პროცესი ეს გზა ეს ბილიკი არის ურთულესი თორე ბროდას დასრულებული როა ბიზნა ივანიშვილი მათ შორის იმიტომ რომ ყველაფერი რომ გადააგოროს და რომ მოიგოს ეს პროცესი სულ რომ მოიგოს მას ვერანაირი ურთიერთობა ვეღარ ექნება შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან, ბრიტანეთთან და ჩამოყიდებული იქნება ქვეყნებზე, რომლებიც მას სტაბილურობის განცდას ასევე ვერ შეუქმნიან, იმიტომ კი არა რომ ისინი დემოკრატიულები არიან, არამედ იმიტომ რომ სწორედ არა დემოკრატიულები არიან და არა დემოკრატიულ სივრცეებში, ხო, ერთი პირი იწირება, გაიწირება გაცილებით იოლად და გაცილებით იაფად, ესე ვიტყვი, ვიდრე დემოკრატიულ სივრცეებში, სადაც ერთი პირი ყველაზე დიდი დამნაშავეც კი, ბრეივიკიც კი, ასე ვიტყვი, არ გაიწირება, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს და ჩვენ უნდა გულში მჯიღი ვიცეთ და უნდა ვთქვათ, რომ ბრეივიკი ხო ყველაფერს იმსახურებდა ჩემეული გაგებით, ბიზნა ივანიშვილის იმსახურებს ყველაფერს, მაგრამ ბიზნა ივანიშვილიც კი, ხო, ესე ეშაფოტზე გაყვანილი დემოკრატიული სივრცე პოლიტიკურ ეშაფოტზე იქნება, მაგრამ ფიზიკურ გილოტინაზე, ხო, ეშაფოტზე ის გაყვანილი არ იქნება, ოღონდ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ის ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს და ფული მოიტანოს ამ ქვეყნის ფული დაყაჭოს, ესე ვიტყვი, სანქციების და კანონიერი სანქციების შედეგად დაყაჭოს ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ ის ფული ყოველ შემთხვევაში, რომელიც მან ან მისმა ბანდამ და ესეთი ბევრია მოიპარა ჩვენი ქვეყნიდან ხალხის ფულიო, ასე რომ ამბობთ, აი ის ფული მოიტანოს რასაკვირველია. დანარჩენი ახლა სიტყვებზე ვიდაოთ, გზაზეც ვიდაოთ თუ გნებავთ და ამერიკელებს კი გადავუხადოთ მადლობა ამერიკელები იქნებიან ჩვენს გვერდით. სულ ყოველ შემთხვევაში სანამ ჩვენ ვართ ადეკვატურები და როცა ადეკვატურები აღარ ვიქნებით თუ 5 კაციც აღარ იქნება ადეკვატური ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ხელის ჩაქნევას არც არაფერი უნდა. ნახვამდის.